ეხლა წარმოიდგინე, კაბო, მთელი ჩემი ახალგაზრდობიდან დაწყებული ხო და სანამ კომუნისტები დაიმტრეოდნენ და აღარ იქნებოდნენ და წავიდოდნენ, ხო, რუსთაველის თეატრში იმუშავა. მე წამოვედი, რაღაცა დავწერე, კონცერტები, შენი არ იყოს რა, სიმღერები, რაღაცა გავაკეთე, რადიო გავაკეთე, გადაცემა გავაკეთე, დისკები ჩავწერე, გავყიდე, ისა ეს ტიპი ეხა მიწეს შენ რა გენაღვლება? შენ კარგად ახარ? რა შენ ხო წაგართვი რამეთო? ჩემი შრომით რაღაცა რაცაც და ხო რაც მაქვს. აი ხა ისეთი მე არაფერი არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, ხო? და ამ ყველაფერი რა დაგიშავე? შენი ხო არ მოვიპარე რამე? შენ რატო ხარ დაბოღმილი იმაზე რომ მე რაღაცა მაქვს და შენ არა გაქვს? შენც გაინწერე ხელი და გექნება რა. ეს აი ხა ირაკლი რუხაძეს რაზოზე რა აი რა არის აი თითქოს აი დიდრების ალა შეძლებული ხალხის უფრო შეძლებული ხალხის მიმართ მიდის ეს კამოს ფსიქოლოგი ხო რა აი დაბომბა დაბულინგება ის რომ აი იმას რამდენი აქვს და ოხ ეს არ არის სამართალი რატო არ არის სამართალი რატო არ არის სამართალი გამაგებინე აბა როგორ შეიძლება ერთი და იგივე შემოსავალი კონდეს და უშოთ იმას რა ქვია აი როგორ გითხრათ რა როგორც აი ცუდად ეგრევე ცუდად გაიგებენ ხო რა რაც არ უნდა თქვა ეგრევეც აი ეგრევე კომენტარს დაწერენ რომ აი დიდარმა უცნობმა და რაღაცა რა შეშა ჯერესეთი ჩემი სიმდიდრე მაგრამ კაი დაუშვათ ხაზე უფრო მეტი მაქვს დაუშვათ ხო იმის მაგივრად რომ ჩემი გშურდეს არ ჯობია რომ შენი მუშაო თო რატო რა ვიცი შენ მოიფიქრო რაღაცა ან მე რა მაქვს ან ვაფშე იკითხე რას ვაკეთებ რას ვშრები ვის რაღაცა რამე ვაფშე იცი ვინა ვარ საიცია სულ ვამბობ მაგას მიცნობთო ვაფშე მიცნობ ვაფშე იცი რა გამიკეთებია რას ვაკეთებ აი ხა ჩემი რაღაცა აი პორტრეტიდან გამომდინარე რომ რაღაცები დაგი ფიქსირებია და რაღაცა რომ ჩამოგიყალიბებია თო აი ვიღაცებისგან დანაწერი ნაჭორავები ვაფშე ხო არ მიცნობ აი გარი ყველაზე უფრო რატო ლანძღავ შეკაიკაცო იქნებ როგორ მინდა რომ შენნაირად მინდა რომ იყოს ყველაფერი კარგად და შენც მაგრად მინდა რომ იყო რა თქმა უნდა ყველა მაგრად რა თქმა უნდა იმიტომ რომ ტვის არ მობძღვნავ მე რა და წრანაც იქნები ელემენტარულად მინიმუმ თო რა თქმა უნდა ახლა წარმოიდგინე იმ დღეს ვიყურებ იმას რაღაც წავაწყდი TikTok-ში რაღაცასო ჩემი სახლის წინ ვაკეში გოგო არის მისული ვიღაცა რა ანუ რაკაც უკი ასნია რა ამ ჩემს სახლს უღებს რა. ჩემი სახლი ბაბუა ჩემის დატოვებული და ყველაზე ხარ აი ძალიან ძველი ეს სახლი რა. ხო და ამ სახლს უღებს ფოტოზე. აი ეს სახლი რა დაგიშავეთო. ბაბუა ჩემის სახლია და ცხოვრობ იმ სახლში ხო და შენ ჩემი შვილები ცხოვრობენ და ჩემი ძმის შვილები ცხოვრობენ. და თვითონ თავის სახლს ბიჭო რა არის აი არ ვიცი რა. აი დავალებით ახლა უეჭოლ ხა მოსული ტიპი არის დავალებით და იღებს ამას რა. აი დავალებით ხო წადიეკრების ფოტოები გამოაქვეყნე იმისისა იმას რა YouTube-ზე რომ რაღაცა ჩადი და იქ ნახე რა დეკლარაციაში შევსებული აქვს თუ არა და რა უწერია დეკლარაციაში და აი ამ სიძულვილით მოძრაობს თელი ეს ჟურნალისტიკური ამბავი რა. ეს პროპაგანდისტული ამბავი რა. შენ გეძახენის ას თვითონ არის. ხო, ის საოცარი ამბავია რა, მაგრამ იმიტომ რომ როგორ გააპრაუნტო. შანსი არ აქვს. თავიანთი ცუდად ყოფნა. რა თქმა უნდა, და ეგრე გეძახენ შენი ბრალია, მაგათი ცუდად ყოფნა არის შენი ბრალი. ეგრე მაგათ თავებში რა. სადღამისოში რო შედიხარ და ისე რო გიყურებენ გეგონება რო დააწყებინო. ვალი რო გაკეთოს რა. გეგონება შენ მითხარ რომ ღამე იქები, აქ შენ ღამე იმუშავ. მე ხო არ მithkomს რომ შენ ღამე იმუშავ. რატომ მეჭყანები? მე ხო გიღიმი გამარჯობა მითხარი. მე მესმის რომ არ გიღიმება. ვიცი, მძიმეც მუშაობ, ყველაფერი ძალიან კარგად მესმის. მაგრამ რო გამიღიმე, იქნებ უფრო მეტი ვიყიდო. ხო, მაგრამ არ არის, ხო, გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ მარტო ჩვენ მესმის დედას გეფიცები, ის ახალგაზრდა ბავშვები თუ აი მთელი
შეიძლება 3 ღამე ქონდეს. კი, ბაზარი არ არის, კი. ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ეს ახლა ის უბრალოდ ზოგადად თქვი რა. მაგრამ არ გღიმებოდეს შეიძლება, მაგრამ სადღაც საჭირო იყოს ბიჭო ეს ღიმი. არა, თავარია არ უნდა გაბოროტდე. აი, მანდეთ მიმყავს რა ზუსტად, მანდ უნდა მეგუნდა მეთქვა. თავარი არ გაგვაბოროტოს რაღაცა იმათ. ვიღაცების არ გამიღირო, მაგრამ არ დამებღვირო, ხო? ხო. თორე იმას როგორ არ ვიტყვით, რა ვინც მართლა ეგეთი დაცემლური მენტალიტეტით არის და შენი ხარჯზე, ამ ხალხის ხარჯზე არანაულებს. ეგენი არიან არარაღობები, კიდე ხელისუფლებაში იყვნენ, კიდე ოპოზიციაშიც კიდე იქ იყვნენ რა. ყველგან არიან და მაგისთან ადამიანებს კი ბატონო, დღესდღეობით ავლენს ახლა ეს ხალხი. კი ბატონო. სიმართლეს ხო? ბევრი მაგალითი. ბევრი მაგალითია და რა ვიცი, რამდენი კაცია დაჭერილი შვილებს დეფიცები. აი ვიღაცები ხა მე არ მდეხს ხე თან შენ წარმოიდგინეთ საკუთარ გუნდში მაგის დაწყება ესე იოლია არა საკუთარ გუნდში რომ დაიწყო კორუფციასთან ომი გინმეს დაუწყია საკუთარ არ მახსოვს და არა ვარ ქოცი ბიჭო რა უნდა თამაშო არა ვარ ქოცი მე რა ხა აკეთებს ხა კარგს ადამიანი ვამბობ არის კარგი აი ხა ამ სიტუაციაში და ამ მოცემული დროში ქოცი რა შეშე ქართული ოცნება ქოცი ჩემი დედა ოცნებას კაცი არ მოუკლავს. გაიგე? და იმათმა დახოცეს ხალხი. ნაცისტები. ეგ ყველაფერი ნათქვამია. ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ანდაზაა რა. ხო. უცბად გამოხდება ხოლმე ისეთი რაღაცეები. ეხლა ყველგან მომდა ეხლა ვიტყვი რა. უკეთესი ნორმალური კარგი იყოს. ვიდრე ვინაცისტი. იასნია რა. არა, დედას გეფიცები. კი ბატონო რა.